გავაზიარებ ეკრანს. მოკლედ, ესე იგი, ჩვენ ვტვირთავთ Microsoft-ის საიტიდან Windows, ან ნებისმიერი საიტიდან Windows გადმოვტვირთავთ. Windows 10 კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ თავისი ისჭირდება, რა ქვია, მონაცემების კომპიუტერი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მინიმუმ და i3-ის მე-3-4 თაობის პროცესორი ალბათ და ასე შემდეგ. თუ ვინმეს უფრო სუსტი კომპიუტერი გაქვთ, ჯობია Windows 7 გადმოვტვირთოთ და ესე გადმოწერთ პროგრამას, რომელსაც გექნებათ კომპიუტერში. შემდეგ გადმოვწერთ პროგრამას, ეს არის multi-boot პროგრამა, ეს პროგრამა. ორჯერ დაწკაპუნებითაც გაიშვებს ეს პროგრამა ჩვეულებრივ ესეთნაირად, მაგრამ სასურველია ზოგადად პროგრამა გაიშვას ადმინისტრატორის უფლებით. ანუ მასზე ვაწკაპუნებთ მარჯვენა ღილაკს. ნახეთ მარჯვენა ღილაკს და აქ არის ესეთ რაღაცა run as administrator. დავეთანხმებით გამოსულ ფანჯარას და ჩვეულებრივ გაეშვება პროგრამა. ეხლა რატო არ ვიყენებ სხვა პროგრამას? თუმცა კიდე ერთხელ აღნიშნავ, სხვა პროგრამაც, აი Rufus-ი და ასე შემდეგ ბევრია. ამ პროგრამის საშუალებით მე პლუს აი ხა რო გავუშვე ეს პროგრამა, შეხედეთ, პირველი ნაბიჯი სხვა არის, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ ახლა აი აქ. ნახეთ, ამ პროგრამას რო გავუშვებ, მე აქ მაძლევს ეს სხვადასხვა რაღაცების საშუალებებს. მაგალითად, ნახეთ, ახლა XP არ გამოიყენება, თორემ მე ერთ ფლეშკაზე შემეძლო აქედან. აი ამ ტიჩკის მონიშნით აი აქედან XP პროგრამას ჩამეწერა Windows-იც. ჩამეწერა ასევე Windows 7-იც, ნახეთ, Windows 7-იც. აი აქედან Windows 10. და სხვა რაღაცებიც კიდე ამეტვირთა, მივხვდი? ბევრი რაღაცების ატვირთვას საშუალებას მაძლევს ერთ ფლეშკაზე. ამიტომ ქვია ამას multi-boot. ანუ აი ეს multi-загрузочный. ანუ multi-ჩამტვირთავი რა, ასე ვთქვათ. ეხლა მე მაგალითად შემიძლია ფლეშკაზე ჩავწერო აი აქ Windows 7 ან 10, ან 8 არ აქვს მნიშვნელობა და პლუს ჩავწერო სატესტო პროგრამა, ეს არის ესეთი პროგრამა, ამ პროგრამას ქვია. ბევრი პროგრამა არის ეგეთი და მე ვიყენებ Hiren Bootseed ეგეთი პროგრამაა რა. ანუ ამ Hiren-ს ჩვენ გავივლით მერე, ეს ამ Hiren-ის საშუალებით მე ვტესტავ Winchester-ს, მე ვტესტავ ოპერატიულს და კომპიუტერის სხვა კომპონენტებს და კიდე სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს აი ამ პროგრამას. რაში მჭირდება ეს? იმაში მჭირდება, რომ თუ მაგალითად კომპიუტერი მუშაობის დროს არ ესტარტებს, აი იჭედება ან რაღაცა მსგავსი ძნელად მუშაობს, დავტესტავ Winchester-ს, დავტესტავ ოპერატიულს და ასე შემდეგ რა. და გამოვავლენ რა, ასე ვთქვათ, ხარვეზე აქვს ჩემს კომპიუტერს. გარდა მაგისა, ჩვენ ვთქვით, რომ მოკლედ აი ამ ორ პროგრამას მინიმუმ ავტვირთავ. ამას Rufus-ი და სხვა ფლეშ პროგრამები მე მგონი არ იძლევიან ამის საშუალებას. იქ მარტო ერთს ჩაწერ Windows და აქ სხვა საშუალებებიც მაქვს. ესე იგი, გადმოვწერე Windows-ი, მაქვს კომპიუტერში შენახული. გადმოვწერე კიდე ასე ვთქვათ, ის პროგრამა, რომელიც მე მჭირდება, სატესტო პროგრამა და მოდი მაგასაც ეტყვით Hiren-ს. აი ეს პროგრამა Hiren Bootseed. აი ძალიან მარტივად შეხვალთ აი აქ ოფიციალურ საიტზე. და გადმოიწერთ, აი აქ download იქნება, აი download და გადმოიწერთ ამ პროგრამას. და ამ პროგრამის მუშაობას მე გაჩვენებთ, აი აქ ნახეთ. დააწყაპუნებთ თუ არა, იმედ წამოვა, უბრალოდ გადმოიწერს ეგრევე. აი ნახეთ, წამოვიდა გადმოწერაზე. ISO ფორმატში. უბრალოდ მე ამის მე-10 ვერსიას ვიწერ ხოლმე, უფრო უკეთესად მე ჩვენება. ეხლა ეს არის მე მგონი ბოლო ვერსია, მე მგონი მე-15 თუ რომელი ვერსიაა. მოკლედ ამ პროგრამასაც გადმოიწერთ. ამის შემდეგ ვიძახებ ამ პროგრამას, ამის შემდეგ ამ პროგრამასაც ვიწერ, მოკლედ ვიწერ Windows, Hiren-ს და აი ამ პროგრამას multi-boots. ინსტალაციის შემდეგ ჩვეულებრივი მომენტია ინსტალაცია, ორჯერ წკაპით გაეშვება და მე next და ჩვეულებრივ დაინსტალირდება და იქ აიკონს მოგცემთ ეკრანზე. ან თუ არა და მოვძებნით ამ ჩამონათვალში, ან აქედან მიუთითებთ, მე მჭირდება multi-boot ამ შემთხვევაში, ხო? აი multi-boot USB. მოკლედ, მარჯვენა ღილაკზე დაწყაპუნებით გავუშვებთ ადმინისტრატორის უფლებით. ზოგჯერ არის ხოლმე პროგრამა, რომ ორჯერ წკაპით არ ეშვება, მაშინ უნდა გავუშვათ
ადმინისტრატორის უფლებით, ესე მარჯვენა ღილაკიდან. Run as administrator. Yes. და აქედან პირველი რას ვაკეთებთ? პირველი ხდება ფლეშკის ფორმატირება, ანუ გასუფთავება. ამიტომ სხვა ისეთი ფლეშკა აიღეთ, რომელსაც მე სხვა საქმეში არ გამოიყენებთ, ხოლო ამისთვის გამოიყენებთ აქ. პირველი ნაბიჯი ეს არის. ფორმატირება. აქ გამოჩნდება ფლეშკა, ახლა მე ფლეშკა არ მაქვს მიერთებული და მაგიტო არა ჩანს აქ. გამოჩნდება ფლეშკა, quick formats მონიშნავთ და start. Quick formats მონიშნავს start. აქ ფლეშკის დასახელება გამოჩნდება. დაფორმატება მთლიანად ფლეშკა. ამის გარშე ხო შეიძლება ფლეშკის დაფორმატება მას? კი, რა პრობლემაა, მაგრამ პროგრამამ თვითონ დააფორმატოს, თავის ფორმატში დააფორმატოს, თორე მაი კომპიუტერში შეაერთეთ ფლეშკა მაი კომპიუტერში გახსენით და აგერ არის ფორმატი. ან ითხოვს კიდევაც, რომ თვითონ ფორმატს ითხოვს ხოლმე რამდენჯერაც დაფორმატებული. კი ბატონო, თორე ფლეშკის ჩვეულებრივ დაფორმატებას როგორც კი შეაერთებთ, მაი კომპიუტერს გახსნით, მარჯვენა ღილაკით აქ გამოვიტანთ ფორმატს და ჩვეულებრივ ფორმატიდან მერე მისცემთ OK-ს და აი quick formats მონიშნავთ start და დააფორმატებს. კი ბატონო. მაგრამ მე გეუბნებით, რომ თვითონ ამ პროგრამამ თავის ფორმატში დააფორმატოს. Start-ით დააფორმატებს. შემდეგ მეორე ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი გჭირდება აი ეს სპეციალური პროგრამა არის უტილიტებს ჩაყრის, ასე ვთქვათ, იმ ფლეშკაში. ნახეთ, დააწყაპუნებ ამაზე. აი აქ თუ არ ჩანს ფლეშკა დაარეფრეშებ და გამოჩნდება აქ ფლეშკის ზომა, აირჩევ და მიცევ install. აი ამას install-ს მისცევ. შემდეგ მესამე ნაბიჯია აი ეს, ნახეთ, სხვადასხვა უტილიტების ჩაკოპირება იმაში, რა ქვია, ჩვენ ფლეშკაში, აი აქ ჩააწყაპუნებ აი ამას. აქედან მოძებნი ჩვენ ფლეშკას, აი აქ მაი კომპიუტერში იქნება შეერთებული ფლეშკა. აი აქ. მოძებნი რომელი იქნება ის შენი ფლეშკა, მონიშნავ. OK ღილაკს დააწვევი. და შემდეგ მიცევ izlech. ანუ აი აქ. ანუ ესე ხო შეარჩევ ფლეშკას. ფლეშკას აქ შეარჩევ. OK ღილაკით დაეთანხმები და შემდეგ izlech. აი ამას. რომ ის სპეციალური რაღაც უტილიტები და პატარა პროგრამები ჩაყაროს ფლეშკაზე. შემდეგ უკვე ვირჩევთ აი აქ winsoft from, აი აქ winsetup from USB. ამ XP-ს აღარ ვეხებით. მოვნიშნავ აი ამას. გადავალ აი აქ. და სადაც მაქვს Windows-ი, გადმოწერილი, თუ მაქვს აი ახლა მე აქ ინსტალებში. Install-ში თუ მაქვს Windows-ი, ავირჩევ აქედან რა. აი Windows 10. OK. ეხლა არ მაქვს ფლეშკა მიერთებული და მაგ შემდეგ გადმოვალ აი აქ. აი ამ ადგილზე. და აქედან შევარჩევ ISO ფაილად, რაც მქონდა დაუნლოადებში. ხო მაქვს გადმოწერილი მე ის, ეხლა რაც გადმოვიწერე. ISO ფორმატი, ან მოდი, ეხლა რაც გადმოვიწერე მე ის Hirenboot-CD, ხო გადმოვიწერეთ ეხლა მე. და აი აქედან უნდა მიუთითოთ ის, აი Hirenboot-CD, რაც გადმოვიწერეთ ეხლა. აი ეს ISO. აი აქ. ჩავარდება. Windows-იც ეგეთ ფორმატში იქნება. Windows-იც შეიძლება Windows-ი ISO ფორმატში არ დაინახოს და გაიმაქნი, განაარქივებ. თუ ISO ფორმატში არ დაინახა შენი Windows-ი. განარქივებას რას ვეძახი მე, როცა გადმოწერ Windows, იქნება ის წიგნების სახით რო არის, ხო, WinRAR-ის სახით. იმ სახით იქნება მოცემული. აი აქ ნახეთ, მე ექნება ეგეთი რაღაცაც აი დაუნლოადებში. აი WinRAR-ის სახით, ესეთი სახით, ხო? მარჯვენა ღილაკიდან extract და იქნება ყვითელი პაპკასავითაც გაჩნდება, ხო? ანუ გექნება აი ამ სახითაც და ეს რო განაარქივებ, ესეთი სახით იქნება აი აქ. და ამას ან ერთს ან მეორეს მიუთითებ აი აქედან. მე მგონი არ ჭირდება ამას ისა. აი მოდი ვნახოთ D-disk-ზე გადავიდეთ და ვნახოთ აი აქ install-ი მქონდა. აი აქ install papka, ამ install papka-ში ვნახოთ Windows-ი. აი ეს.
მე მგონი არ ჭირდება ISO ფაილი. პირიქით უნდა განაარქივო. ეს ყვითელი პაპკის სახით უნდა იყოს და აქედან მე მიუთითებ და ნუ ახლა დაждდება აი. შემდეგ ამ ყველაფერს როცა გააკეთებ აი აქ Windows 10-ს მიუთითებ თუ Windows 7 იქნება არ აქვს მნიშვნელობა და პლუს შემდეგ აი აქ იმ სატესტო პროგრამას ამის შემდეგ მისცემ ღილაკს go. ეს პროცესი დაახლოებით 1 საათამდე გაგრძელდება ალბათ. გააჩნია კომპიუტერის მონაცემებს და ასე შემდეგ. და იქ თვითონ როცა დაასრულებს ამ პროცესს გამოგიტანს პატარა ფანჯარა, ეს პატარა ფანჯარა იქნება done, გამზადებულია. და მე უკვე რაც თქვით ჩვენ რო გატესტო, გადაარესტარტე კომპიუტერი, შედი BIOS-ში, მიუთითე ფლეშკა პირველ ადგილზე და ჩვეულებრივ დაიწყებ Windows-ის ინსტალაციას. ნუ მანამდე რა პროცესია რომ ინფორმაცია უნდა შეინახო და ასე შემდეგ ეს რაც განვიხილეთ ჩვენ Windows-ის ინსტალაციის პროცესში, ეს მოყოლეთ მე მგონი ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია. მოკლედ უნდა გაიმზადოთ პროგრამები, Windows-ი, აი ეს პროგრამა და ამასაც სხვათა შორის აი ნახეთ აქვს ის წესები ასე ვთქვათ რა, ის აი გადახვალთ აი აქ და მე მგონი გაიხსნება ეს ნახეთ რა პროცესებია და როგორ უნდა გააკეთოთ ეს აი აქ თვითონ მოცემულია რა. წამით აი აქ გადაიკითხეთ ეს აი ნახეთ როგორ უნდა ამუშავოთ ეს პირველ ეტაპზე რა უნდა გააკეთოთ აი როგორც გითხარით ფლეშკა გამოჩნდა quick formats მონიშნავ და starts დააწვევით და დაიწყება ფორმატირება მეორე ეტაპი აი როგორც გითხარით რაც არის რაღაც სპეციალური ფაილები მიუთითეთ თქო გითხარით აი აქ მესამე ეტაპი ეს რა ვიცი ეს ამას არც ვიხილავ ხოლმე იმიტომ რომ ესეც იგივე ის არის რა ქვია ფორმატირება აი მეოთხე ეტაპი უკვე რაც გითხარით მიუთითებთ აქ XP აღარ გვჭირდება ჩვენ მიუთითებთ აი ამ ფანჯარაში აი მეორეში Windows 7-ან 10 აი აქ მიუთითებთ ამ ფანჯარაში იმ ISO files სატესტო პროგრამას და დანარჩენი უკვე მოკლედ ის აი და ეს ვარიანტი კიდე რაც გითხარით რომ ჩვენ ფლეშკაში უნდა ჩაიყაროს სპეციალური მოდელიტები ასე ვთქვათ რა და მე უკვე ბოლოს როგორც კი ამ ყველაფერს გავაკეთებთ go-ს დააწვევით და აი საბოლოო ჯამში ხო აი რაც მთავარია ნახეთ რომ გადაარესტარტებთ კომპიუტერს ესეთი ფანჯარა გამოვა აი ესეთი ფანჯარა აი ბოლოში კარგად დააკვირდით ბოლოში აი აქ ბოლოს ესეთი ფანჯარა რომ გამოვა როგორც კომპიუტერს გადაარესტარტებთ ფლეშკას მიუთითებთ და იმ ფლეშკიდან წაიკითხავს გამოვა ზუსტად ესეთი ფანჯარა ზუსტად ამ ფანჯარაში ბოლო ორში სულ ბოლოში იქნება hidden boot-CD ეწერება და სატესტო პროგრამა ბოლოს ზემოდან ეწერება Windows 7 თუ რაღაც მოკლედ რა შეიძლება Windows 7 ეწეროს ან რაღაც გავს აი ბოლოდან მეორეზე ახლა რო აქ პერეზაგრუს გააწერია იქ იქნება მითითებული Windows 7 აი ან Windows 10 არ აქვს მნიშვნელობა აი აქ ჩამოხვალთ აი მონიშნულება ჩამოხვალთ მაუსის ისრებით და აი ამ ბოლოდან მეორეზე აქ დადგებით და enter-ს დააწვევით და დაიწყება ინსტალაცია ანუ ესეთი ფანჯარა გამოვა რომ არ დაგაბნიოთ ბოლოზე ჩაიწერება როგორც გითხარით ამ ბოლო ადგილზე იქნება სატესტო პროგრამები და მას ცალკე განვიხილავთ ამ სატესტო პროგრამას არ შეეხოთ მანამდე მაგას ბოლოდან ზემოთ აი ეს მეორეზე იქნება ამ პერეზაგრუსკას კომპიუტერო წერი ამის ნაცვლად სხვა Windows რაღაცა 7-10 რავი შეარჩევთ ამას enter-ს დააწვევით და ჩვეულებრივ დაიწყება Windows-ის ინსტალაცია კარგით მეგობრებო აი ეს იყო მოკლედ ჩვენი თემა გვაქვს რამე შეკითხვა დაახლოებით რამდენი გიგაბაიტიანი ჩიპია საჭირო 4 არ ეყოფა ჩემი აზრით Windows 10 თუ აკეთებთ მით უმეტეს 8-იანი მაინც ნუ ეხა თუ მე ამაზევე გინდათ იყოს დრაივერები მაშინ და ფაილჯიდან ხო გითხარით მე ჩამოტვირთებ და ზოგი 16 გიგაბაიტიანია ზოგი 21 გიგაბაიტიანია ნუ მაშინ დაგიჭირდებათ 32 გიგაბაიტიანი ფლეშკა ან შეგიძლიათ აიღოთ 2 ფლეშკა აიღოთ
ერთზე გქონეთ Windows-ი, მეორეზე გქონეთ დრაივერები. მე რა ვიცი 3-4 ფლეშკაც კი მაქვს ხოლმე, რა ვიცი. ამიტომ ეგეთი ვარიანტი 8 მინიმუმ ჭირდება მას, 8 გიგაბაიტიანი ფლეშკა მინიმუმ ჭირდება. და ნუ თუ მეტი იქნება, მე რეგ პლუს თქვენ გჭირდებათ საოფისე პროგრამები, იმიტომ რომ როცა თქვათ ეხა სამე მომხმარებელთან ხართ, თქვათ მეგობართან ან სადმე, ხო, სანამ შენ საოფისე პროგრამებში ჩამოტვირთავ და მთელი ამბები, ფლეშკაზე უნდა ქონდეს გამოდადი. მინიმუმ 2 ფლეშკა გჭირდებათ რა, ერთი 8-იანი აი ამ Windows-ისთვის და ერთი პლუს 32 გიგაბაიტიანი ფლეშკა მაინც, რომ ჩაწეროთ დრაივერები და საოფისე პროგრამები, ხო ისა Word-ი და რაღაცები. კი, და ეგეც არის ერთი 4 გიგაბაიტი, ეგეც არის და ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ საოფისე პროგრამების და დრაივერებიც ერთ ფლეშკაზე გქონდეს 32 გიგაბაიტიანი მაინც გჭირდებათ, იმიტომ რომ დრაივერები 16 გიგაბაიტიდან ზევით არის, პლუს 4 გიგაბაიტი საოფისეები და ნუ ერთი 20 გიგაბაიტი მეტი გამოდის კიდე რა. აი თვითონ არ აყენებს ხო მას იმეებს აქვს საოფისე პროგრამებს. არა, თვითონ არა. არის ეგეთი ეგეთი ისა დრაივერებიც მე მგონი თვითონ რო აყენებენ ამ პროგრამებს, ოღონდ მონიშნა უნდა, მე მგონი არის აი ეგ FileGZ თუ გადახვალთ, ნახეთ. FileGZ თუ გადახვალთ, მე მგონი აქ არის ეგეთი პროგრამა. ერთი წამით აი გაჩვენებთ. მე მგონი აი ეს არის, მოდი ვნახოთ აბა. მე მგონი აქ აქვს მითითებული ზოგადად პროგრამებიც რა, თუ არ ვცდები. აქვს მე მგონი რომელიღაცა დრაივერებს, პროგრამებიც აქვს, რომ მიუთითო ერთზამით. ხო, აღარ მახსოვს რომელიღაცა იყო, რომ მოვტიჩკავდი რა, დრაივერებთან ერთად და დრაივერებს რო დაასრულებ და მერე დააყენებ და ამ პროგრამებს. და ზუსტად აღარ მახსოვს ეხლა ეგ რომელია. თუ არა და ყოველ შემთხვევაში თქვენ მაინც უნდა გქონდეს გადმოწერილი აი ეს რა, აღარ მახსოვს ეხლა ზუსტად აქ არის თუ არა. ამიტომ ესე 2 ფლეშკა გჭირდებათ მოკლედ რა. და დრაივერებს და აი მას რა ქვია, საოფისე პროგრამებს არ ჭირდება სპეციალური აი ეგ ისა რამე პროგრამა, პირდაპირ მოკიდებ ხელ ჩააგდებ ფლეშკაზე რა, copy paste-ით. აქ არ არის ესეთი რაღაც განსხვავებული რაღაცეები მოკლედ. უბრალოდ აი ეს პროგრამა რაც განვიხილეთ ამ ეს პროგრამა გაგიკეთებთ, ასე ვთქვათ. აი ამ Windows-ის და სატესტო პროგრამის ინსტალაციას ერთ ფლეშკაზე. ამ ფლეშკაზე. დიახ. ეს საოფისე პროგრამები სხვა ფლეშკაზე რა იყოს ხო შეიძლება? ხო და მაგას გეუბნებით 2 ფლეშკა გინდათ თქო, ერთზე Windows-ი, მეორეზე დრაივერები და საოფისე პროგრამები. ამ ფლეშკებს მე სხვაგან ნუ გამოიყენებთ აი ყველა კომპიუტერზე, ნუ მიაერთებთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად თავირუსდება და რამე ფაილი რო წაგიშალოთ მით უმეტეს Windows-ის ფლეშკაზე, Windows შეიძლება აღარ გაეშვას და ამიტომ მოკლედ აი ეს ვარიანტია რა. ის კები ფსანდოა ხამას.